რეკლამის შემდეგ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. შეიძლება თუ არა რომ ზნეობა ამა თუ იმ კერძო სამართლებრივი გარიგების გაუქმების ან დავის გადაწყვეტის საფუძველი გახდეს. ამ კითხვაზე პასუხს დღეს ჩვენს რუბრიკაში მოვისმენთ. ჩვენი ჟურნალისტი ელენე ჩომახიძე აგრძელებს თქვენთვის აქტუალური საკითხების სამართლებრივ ანალიზს კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად და ახლა სწორედ ელენე შემოგვიერთდება. ელენე, დილამშვიდობის ელენე. დილამშვიდობის. ერთი მხრივ სამართალი სწორედ ზნეობას ეფუძნება, თუმცა მეორე მხრივ ზნეობის აღქმა საზოგადოებაში და თუნდაც სამართალ შემოქმედებაში მაყურებელიც დამეთანხმება ალბათ რომ მეტნაკლებად ინდივიდუალური ცნებაა. ინდივიდუალურია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს და გარიგებებს. ზნეობის ეკონომიკური და მათემატიკური ანალიზი გახდა დავის საგანი სხვადასხვა ეკონომისტებისა და იურისტებისთვის. ახლა მოვისმინოთ მათი კომენტარები, შემდეგ კი უკვე კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. Თქვენი კანონმდებლობა განსაზღვრავს მორალურ კრიტერიუმებსაც გარდა თავისუფალი საბაზრო პრინციპების. ამიტომაც ბიზნესმენებმა თავიანთ საქმიანობაში, ისევე როგორც კერძო მეწარმეებმა, უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ თავისი სარგებელი, რაც მათ უნდა მიიღო, არამედ გარკვეული კატეგორიები, რომელთა დაცვაც სოციალურ სამართლიანობაზე არის დაფუძნებული. ზნეობის ეკონომიკურ ან მათემატიკურ რიცხვებში განსაზღვრა არასწორია, რა პროცენტია ზნეობრივი და რა არა, იმიტომ რომ სუფთა ესეთი ორ ადამიანს შორის შეთანხმებას ეხება და ორი ადამიანი თუ თანხმდება მესამემ არ უნდა თქვას ეს შეთანხმება ზნეობრივია თუ უზნეო, თუ ორი ადამიანი თანხმდება არაძალადობრივად რაღაც კონკრეტულ შეთანხმებაზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად. მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ქეთევან მესხიშვილი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ბატონი დავით კლიაშვილი იურისტი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ქალბატონი ქეთევან, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით. საინტერესოა და ალბათ მაყურებელსაც საინტერესებს, რამდენად აპრობირებული მეთოდია, ესე რომ ვთქვათ, მორალის და ზნეობის გამოყენება სხვადასხვა კერძო სამართლებრივი დავებისას გადაწყვეტის საფუძვლად, ესე რომ ვთქვათ, ამ დავებისა, ან ვთქვათ, გარიგების შეჩერების სტუმრებს. კი ბატონო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია იმ დეტალზე ყურადღების გამახვილება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ზნეობასთან და მორალთან შესაბამისობაში განიხილა ესა თუ ის დავა. პირველ რიგში უნდა გაეცეს კითხვაზე პასუხი, რამდენად უფლებამოსილია სასამართლო მათ თუ იმ სამართალ ურთიერთობა შეაფასოს მორალიდან და ზნეობიდან გამომდინარე. ანუ ჩაერიოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში და თქვას, რომ ეს არის ზნეობრივი ან არაზნეობრივი, ეს არის მორალური ან არამორალური. Რა თქმა უნდა შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, შეუძლია იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო კოდექსის 54 მუხლი ითვალისწინებს ამგვარ დანაწესს, რომ სასამართლო აფასებს სამართალ ურთიერთობის ზნეობრივ მხარეს. Სუსტ ჩვენ რასაკვირველია ვიცით, რომ ეს ყველაფერი ასეც ხდება, თუმცა საინტერესოა ალბათ უფრო მეტად, რამდენად არის მიზანშეწონილი ამის გამოყენება საფუძვლად, ანუ ზნეობის და მორალის, რადგან ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური ცნება და ყოველი მოსამართლე ინდივიდუალურად ფიქრობს და ინდივიდუალური მოსაზრება აქვს ზნეობასა და მორალთან დაკავშირებით. აი, რამდენად არის ეს სამართლიანი? ერთი რამ, რაც უნდა ითქვას, ის არის, რომ არსებობს სახელშეკრულებო თავისუფლება. მხარეები მართალია უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ ნებისმიერ პირობაზე, თუმცა ეს უფლება არ არის განუსაზღვრელი. ეს უფლება თასებადია და შესაბამისობაში მოყვანილი უნდა იქნას კეთილსინდისიერებასთან. ანუ ნებისმიერი სუბიექტი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. სასამართლო შესაფასებელია, რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებს სამართლის ესა თუ ის სუბიექტი. ის რაც სასამართლომ გააკეთა პრეცედენტის სახით, როდესაც პროცენტი შეამცირა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ვერც პრეცედენტად მოიხსენიებთ ამ გადაწყვეტილებას. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ძალიან ხშირად აფასებს სამართალ ურთიერთობას ზნეობის კონტექსტში. ამის ვალდებულება აქვს სასამართლოს პირველ რიგში, იმიტომ რომ სამართალ ურთიერთობაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამოსავალი პრინციპია ის, რომ სუბიექტები მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად. მოდით უფრო კონკრეტულად დაგისვამთ, თუ შეიძლება შეკითხვას. რაც შეეხება სასესხო ურთიერთობებს. აი ამ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლე სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა პირებთან მიმართებით, სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთს მიიჩნევს ზედაზღვრად, ზნეობრივად ან მორალურად. რამდენად არის ეს სამართლიანი მიდგომა, თუნდაც იმ მხარეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს საქმე მნიშვნელოვანია და მათ ეხებათ კონკრეტულად ეს? პირველ რიგში უნდა შევეხოთ, რა საკანონმდებლო რეგულაცია გვაქვს. თუ ჩვენ შევხედათ ნორმას, ისტორიულ ანალიზს გავაკეთებთ ამ ნორმის, 2007 წლამდე თვითონ კანონი ადგენდა ზღვრულ ოდენობას. ანუ თვითონ კანონი განსაზღვრავდა, რომ შესაძლებელი იყო საპროცენტო სარგებელი განსაზღვრულიყო მხოლოდ და მხოლოდ ბანკთა შორისი აუქციონზე დადგენილი პროცენტის შესაბამისად. კი ბატონო, ქალბატონი ქეთევანი, თუ შეიძლება ბატონ დავითსაც ვაპასუხებინოთ, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად არის ეს სამართლიანი,
გადაწყვეტილება თუნდაც და რამდენად არის ინდივიდუალური. დიახ, მოკლედ ორიოდის ისტორიაში და შევეხო რატო გახდა ეს თემა აქტუალური ამ ბოლო პერიოდში საინტერესო, იმიტომ რომ დაახლოებით 3-4 წელიწადია დამეთახება ქალბატონი ქეთი იყენებს სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებით 54 მუხს და ადგენდა რომ ძალიან მაღალი პირგასამტეხლო, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი არ შეესაბამებოდა საჯარო წესრიგს და წევდა ან აუქმებდა გარკვეულ დარიცხვას. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პრაქტიკის მერე 2013 წელს კანონში შევიდა ცვლილებები და დღესდღეობით დადგენილია, რაც ჩაითვლება ასე ვთქვათ ზრულ ოდენობად. ეს არის არ შეიძლება აღემატებოდეს 2.5-ჯერ მეტჯერ კერძო პირებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ განაკვეთს. ზოგადად ეს არის რაც შეეხება სასახელო ურთიერთობებს, მაგრამ ზოგადად ამ ბოლო დროს, რაც თქვა, ჩემი აზრით არ არის მისასალმებელი, სასამართლომ ძალიან აქტიურად სხვადასხვა სახის კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში დაიწყო გამოყენება ეგრეთ წოდებული ამორალური გარიგების. ანუ სესხზე რომ დავანებო თავის სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, ძალიან ბევრი დავა, რომელიც ეხებოდა არა სესხს, არამედ მაგალითად პირთა შორის ნასყიდობას, თქვა რა, ქონების გადაცემას, ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ასეთი გარიგება გაბათილდა, როგორც ამორალური გარიგება. უკაცრავად შეიძლება რომ ქალბატონო ქეთი თქვენ ამის საპასუხოდ გითხრათ, აი ამ შემთხვევაზე რას გვეტყვით? რამდენად არის ეს მართლა, რამდენად შეესაბამება რეალობას და შეგიძლიათ გვიპასუხოთ ამისგან. ესე იგი, პირველ რიგში სასამართლო ამოდის კანონმდებლობიდან. სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობით. მოსამართლე ემორჩილება კანონს. კანონში გვიწერია, რომ ამორალური გარიგება ბათილია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ განსხვავებით მართლწესრიგისგან ამორალურობა შეფასებითი კატეგორიაა. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს ესა თუ ის სამართალ ურთიერთობა არის თუ არა ამორალური. მაგრამ კრიტერიუმი რა არის? თუ თქვათ თუ ის პრაქტიკაში რეალურ და დადებით შედეგს არიღებს. რა თქმა უნდა დადებით შედეგს იღებს, რა თქმა უნდა დადებით შედეგს იღებს, იმიტომ რომ სასამართლო კარნახობს საზოგადოებას, რომ იმოქმედონ მათ კეთილსინდისიერად, რა არის ამორალური სასამართლოსთვის. ძალიან ბევრი ნაშრომი არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მოკლედ უნდა ითქვას, როდესაც შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის არის აშკარა და თვალსაჩინო შეუსაბამობა, აი სწორედ მაშინ არის გარიგება ამორალური, მაგრამ რა თქმა უნდა კონკრეტული ფორმულით არ ხელმძღვანელობს სასამართლო. ყოველი დავა არის ინდივიდუალური და სასამართლო როდესაც ხედავს, რომ შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის არის აშკარა შეუსაბამობა, ამოწმებს რაშია საქმე. მაგალითისათვის, როდესაც მილიონიან ქონებას სუბიექტი 1000 ლარად ყიდულობს, რა თქმა უნდა ამოწმებს, რატომ მოხდა ამ ქონების 1000 ლარად შეძენა. ანუ როდესაც კანონი ადგენს ნორმაში, რომ ზედაზღვარი არის 2.5 მაგი ოდენობა არა კერძო სამართალ ურთიერთობებში, სასესხო ურთიერთობებში, როდესაც იპოთეკით არის ქონება დატვირთული და ღირებულება 1000 ლარს აღემატება სესხის. ესე იგი, ეს დანაწესი არის კონკრეტული სამართალ ურთიერთობისთვის, თუმცა სხვა შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს, რამდენად მხარეები კეთილსინდისიერების პრინციპით ხელმძღვანელობენ. გასაგებია ქალბატონო ქეთევანი და ბოლოს, რადგან ცოტა დრო გრჩება, მინდა რომ ორივემ შეაფასოთ, რამდენად აისახება ამგვარი თქვათ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, მე მაინც ვფიქრობ, რომ ასე უნდა მოვიხსენიოთ. ეკონომიკურ ჭრილში რამდენად მოახდენს გავლენას აი სასესხო ურთიერთობებზე, როდესაც საუბრობთ? სასესხო ურთიერთობებზე არ შევჩიტები, ზოგადად გლობალურად ვისაუბრებ, მე ვინაიდან ვარ იურისტი და მაქვს ასევე შეხება ძალიან ბევრ კერძო პირთან და მთხოვენ ისინი გარიგებების დადგენას, ვინაიდან მე არ არის განჭკვეტადი ძალიან ხშირ შემთხვევაში რა შეიძლება ჩათვალონ ამორალურ გარიგებად. ქალბატონი ქეთი დამეთანხმება, რომ გარიგების ბათილაცნობა, როგორც ამორალური ბოლო წლების ტენდენცია, ბოლო 1-2 წელიწადის და ხანგრძლივობის ვადებს აცილებენ ამით თავს. დეტალებში არ შევა. შესაბამისად, საერთოდ არ ამბობენ მოლოდინი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა როგორ შეიძლება მეტნაკლებად გადაწყვეტოს. შესაბამისად, ვინაიდან არ გვაქვს ჩვენ კარგი პრაქტიკა, არ გვაქვს ჩვენ კარგი თეორია, თუ რა შეიძლება ამ თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულა ჩათვლით იქნას როგორც ამორალური, შესაბამისად ძალიან სიმხილეთ უნდა მოვეკიდოთ და უნდა ვიცოდეთ მე როგორც იურისტი უნდა მქონდეს გარკვეული განჭკვეტადობა წინასწარ რა შეიძლება ჩათვალონ ამორალური. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აისახება კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე, მხარეები თავს შეიკავებენ დადონ ამა თუ იმ სახის გარიგებები. ქალბატონო ქეთევანი, თქვენ რამდენად თვლით, რომ ეს ნამდვილად ბოლოდროინდელი ტენდენცია ესე რომ ვთქვათ? იცით, მხოლოდ ბოლოდროინდელ ტენდენციაზე ვერ გამამახვილებდი ყურადღებას, იმიტომ რომ ბოლო დროს მომრავლდა ასეთი გადაწყვეტილებები, თუმცა სასამართლო პრაქტიკაში იყო გადაწყვეტილებები, როდესაც ესა თუ ის გარიგება ამორალურობის საფუძვლით ბათილად იყო ცნობილი და გვაქვს ამისი არაერთი შემთხვევა. უბრალოდ მე იმაზე მინდა
ხალხმახულო ყურადღება, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული პრაქტიკა. მე მაგალითისათვის ავიღებდი გერმანიის სასამართლო პრაქტიკას ძალიან მოკლედ ვიტყვი. გერმანიას ვასახელებ იქიდან გამომდინარე, ჩვენ მსგავსი სამართლებრივი რეგულირებები გვაქვს. გერმანიაში ეს არის ძალიან აპრობირებული სტანდარტი, არის კეთილსინდისიერება. სუბიექტები უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად. სასამართლო თუ დაინახავს, რომ სუბიექტი არ მოქმედებს კეთილსინდისიერად, მას აქვს სამართლებრივი ბერკეტი სუბიექტის არაკეთილსინდისიერება აღკვეთოს. შესაბამისად, მე დავიტოვებდი უფლებას და არ დავეთანხმებოდი ბატონ დავით იმაში, რომ არ არის განჭვრეტადი სუბიექტებისთვის ესა თუ ის სამართლებრივი შედეგი. თუ სუბიექტები კეთილსინდისიერად იმოქმედებენ სამოქალაქო ურთიერთობებში, რა თქმა უნდა სასამართლო გადაწყვეტილება იქნება განჭვრეტადი. გასაგებია. როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო პოზიციები მოვისმინეთ ასევე საინტერესო სტუმრებისგან. მე კი სანამ მაყურებელს დავიმშვიდობები, ისევ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ქეთევან მესხიშვილი და იურისტი დავით კლდიაშვილი.